პოლიტიკური ისტერია ივანიშვილის და მისი ბანდის რიგებში, რა თქმა უნდა, აღწევს კულმინაციას, ისევე როგორც კლანური ბრძოლები. შესაბამისად, ბანდის ყოფილი და მოქმედი წევრების მიერ გაჟღერებული ბრალდებები, მათ შორის დასმენები, მიიღებს ალბათ უფრო აქტიურ ხასიათს. შეიძლება გახდეს სხვადასხვა სისხლისამართლის საქმეების საფუძველიც, ამიტომ არ გამოურიცხოთ, რომ მათ შორის ივანიშვილის ბანდის აი მოქმედი წევრის, რომელიც ეხა უკვე ივანიშვილის პროპაგანდისტ და მათ შორის ბანდის ერთ-ერთი სამიზნედ იქცა, ამ ყოფილი წევრის სხვადასხვა ბრალდებები გახდება საფუძველი სხვა წევრებთან დაკავშირებით სისხლისამართლის საქმეების აღძვრის. ეს ხდება ხოლმე მაშინ, როდესაც სისტემა დაფუძნებული არის კორუფციაზე, დაფუძნებული არის ეროვნული ინტერესების უგულებელყოფაზე და პირად ინტერესზე. აი ამ დროს ხდება ხოლმე ასეთი კლანური ბრძოლები, ასეთი დასმენები, ურთიერთბრალდებები და საქმეების აღძვრები. კაი, ბოჭორიშვილის მოადგილე მივიდა ირანის საელჩოში და დაგმო ისრაელის მოქმედებები, რასაც ირანის საელჩო უწოდებს რეჟიმის თავდასხმას. ისრაელის საელჩო მოცნობის მინისტრის ვიზიტს მორალურად არასწორი უწოდა და აი ამის შეფასება, რომ საელჩოში მივიდა და კი, გასაგებია. ირანი დაასაფრა. საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ძალიან კაფიოდ პოზიციონირებს, ის დგას არა თავისუფალი სამყაროს, ცივილიზებული სამყაროს გვერდით, არამედ დგას ავტოკრატული ქვეყნების, ასე ვთქვათ, ბანაკის გვერდით, რუსეთის და მისი მოკავშირეების გვერდით. ეს არაერთ დიპლომატიურ ნაბიჯში და საგარეო პოლიტიკურ ქმედებაში თუ განცხადებაში იქნა ასახული, ამიტომ ეს არის სამწუხარო რეალობა, როდესაც ქართველი ხალხის სახელმწიფოს მართავს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, მართალია დე ფაქტოდ, მაგრამ რეალურად მათ აქვს ბერკეტები ხელისუფლების, რომელთაც აქვთ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მისწრაფებები არა ევროატლანტიკური და არიან არა დასავლური სამყაროს პარტნიორები, არამედ ავტოკრატული საქართველოსადმი მტრულად განწყობილი მათ შორის ქვეყნების პარტნიორები, რაც არის, რა თქმა უნდა, ძალიან სახიფათო ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და ინტერესებისთვის. კიდევ ერთი კითხვა გავუსვნა, ფინანსური დანაშაულებისთვის გასამართლებული პირებისთვის ქონების გადაცემა ცალკე დანაშაული იქნება. ამ შემთხვევაშიც ქონება ჩამორთმევას დაექვემდებარება და დაზარალებულის დასაკმაყოფილებლად მიექცევა. და ეს კანონი მიიღეს ორი მოსმენით, მას დაჩქარებული წესით იხილავენ. შეიძლება თუ არა ეს კანონი მიიღოს, მიღებული იქნას რეალური мотивация იყოს, რომ ბიძინა ივანიშვილი ემუქრებოდეს თავის მევალეებს, ასევე ყოფილ თანაგუნდელებს, ვისაც ფულს ედავება და ამ კანონით შურისძიებას ხომ არ აპირებს. რა თქმა უნდა, ეგრეთ წოდებულ პარლამენტში ყველა საკანონმდებლო ინიციატივის უკან დგას რეპრესიული ინტერესი ივანიშვილის და მისი ბანდის. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რომ სანქცირებული ივანიშვილი გავეშებული ეძებს, ასე ვთქვათ, ახალ ფინანსურ წყაროებს, მათ შორის იმ ბანდის წევრებისგან, რომლებმაც მისი აზრით მას ფული წაართვეს ან ზედმეტი მოიპარეს. ამის გამო, რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის საკანონმდებლო ინიციატივა შეიძლება ახმულ იქნას, როგორც მეთოდი, რომ უფრო ეფექტურად და უფრო მარტივად და სწრაფად ამოიღოს ფული სამიზნეებისგან ივანიშვილმა და მისმა ბანდამ. საპარლამენტო ასამბლეაზე მივეკითხოთ, მოვისმენთ რამდენიმე განცხადებები, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ ბრალდებები, რომელიც ისმოდა, ამას პასუხა შვეიცარიის წარმომადგენელმა, რომელიც თვითონ იყო დამკვირვებლად ჩვენთან არჩევნებზე მოსული, მან თქვა, რომ არჩევნები იდეალურად იყო ორგანიზებული. რომ გითხრათ, მას ნიშნავს ეს განცხადება და ზოგადად კრიტიკა, რაც მოვისმენთ, ეს რას ეფუძნება? მეორე კითხვა. ანუ კაფიო პოზიცია არის საერთაშორისო პარტნიორობის უდიდესი ნაწილი აღიარებს, რომ საქართველოში აღარ არსებობს საარჩევნო პროცესი დემოკრატიული, რომ ის ხასიათება ისეთ დარღვევებით, რომელიც რა თქმა უნდა შეუძლებს ხდეს, რომ სამართლიანი და თავისუფალი ეწოდოს არჩევნებს, ახლა ცალკეული გამონათქვამები ამ დამოკიდებულებას ვერ შეცვლის, ვერც ლეგიტიმაციას ვერ შესცენს, რა თქმა უნდა, ივანიშვილის ბანდას, ამიტომაც ახლა ქვეყანაში, მათ შორის ქართულმა ხალხმა ყველაზე კარგად იცის, რომ ივანიშვილმა გააუქმა არჩევნები და ატარებს სპეცოპერაციას, რითაც ასე ვთქვათ, ძალაუფლებას იტაცებს ხოლმე. დანიელ ფაზლერი ამ შვეიცარიის პარლამენტის წევრია, ასეთ რაღაცას ამბობს, რომ მე მონაწილეობდი როგორც ვთქვათ შემოყოლებას და მეორე დღეს როდესაც კოლეგები საუბრობთ ისო აი როგორ შევაფასებთ არჩევნებსო, საერთო პოზიცია იყო ესო და უბრალოდ შედეგი რომელიც ფიქსირდაო ეს ბევრ ქვეყანას არ მოეწონა, თუმცა ეს ქართული ხალხის გადასაწყვეტი არის. ხო, ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ცალკეული გამონათქვამები ვერ შეცვლის სურათს, იმიტომ რომ შეიძლება ერთმა ორმა ადამიანმა ეს თქვას, მაგრამ არ ვიცი ხა იგივე ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა რამდენი განცხადება გააკეთეს, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც იმსახურებს ხოლმე აგრესიას და იმსახურებს ხოლმე თქვენგან ასე ვთქვათ, აი რაში გვაინტერესებს ევროპელი რას იტყვის და ხა ცალკეულ გამონათქვამებს რო ესე ეკიდებით ხოლმე, უცნაური არ ხოლმე, ისევ თქვენივე პროპაგანდიდან გამომდინარე. არჩევნების შედეგებთან დაკავშირებითაც მოვისმენთ
გენერალური მდივნის მხრიდან, რომელსაც თქვა, რომ საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას რომ ქონდეს 40%-იანი წარმომადგენლობა და არ იყენებდეს ამას, ეს უსამართლო მოპყრობა არის ხალხის მიმართ. აი ამ ნაწილსაც რა სპასუხი თქვენ თქვით, რომ ცალკეული განცხადებები იყო, თუმცა მოვისმენთ აი კიდევ ერთი წარმომადგენელი. კი ბატონო, მაგრამ ჩვენ ხო ხედავთ საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია არის ძალიან მკაფიო. ივანიშვილი და მის ბანდა არის სანქცირებული, ჩვენ ვსაუბრობთ სანქცირებულ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებაზე. ამიტომ ხა დასავლეთის პოზიცია არის ძალიან მკაფიო, სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან ისევ გაუქმებულია, ევროპული ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, ამიტომ რაღაც კიდევ ერთხელ რომ ეს არის რა თქმა უნდა ცალკეული გამონათქვამები, ცალკეული საჯარო მოხელეების თუ პოლიტიკური ფიგურების, რომლებიც აზრზე ევროპის პოლიტიკაზე გავლენას ვერ ახდენენ საბოლოო ჯამში, ესე საქართველოსთან მიმართებაში ესე გამოდის და რაც შეეხება ცალკეულ გამონათქვამებს, ამ გამონათქვამების არ გააჩნიათ რეალური მნიშვნელობა, იმიტომ რომ ეხლა ვინ საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში რაიმე ტიპის უფლებები აქვს ოპოზიციას იჭერენ, ოპოზიციას არ ვიცი, ეხლა საპარლამენტო ტრიბუნას კი არა, სუნთხვას უშლიან უკვე ლამის Facebook პოსტებიდან დაწყებული, ქუჩაში გაგრძელებული ყველაფერი არის დასჭადი. ამიტომაც რა თქმა უნდა, ადამიანი, რომელიც ამ განცხადებას აკეთებს, ვერ ერკვევა ქართულ პოლიტიკაში პირდაპირ შემიძლია თქვა. ასევე მანვე თქვა ელთოს გენერალ რომ ანუ ეს მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა იყო სასახა წერია, რომ არჩევნების შედეგებით გარკვეული ხარვეზების მიუხედავად ამ არჩევნის ნებას ასახავდა, ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ოკუპირებული არისო ანუ საქართველოს ტერიტორიები. ზოგადად როგორ შევაფასებთ, ანუ ნიშნავს, რომ ესე იგი მათი განცხადებით ისინი აღიარებენ ასე. ისინი არა, ხო თქვი ახლა რა ვიცი, ანუ უკვე ორჯერ გიპასუხეთ ამ კითხვაზე და ამიტომაც. კაი, გადავიდეთ შემდგომ. მაშინ USAID-ის დახურვასთან დაკავშირებით მოვისმენთ შალვა ყვაშვილის გაცხრება, მისამოთ, რომ USAID-ის დახურვაზე მშვიდობით იარაღო. მოვისმენთ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდანაც ეს ნაბიჯი ოფიციალურად დაიხურა ეს ორგანიზაცია. თქვენ როგორ აფასებთ პარლამენტის თავმჯდომარის ამ შეფასებას? USAID-ის პროგრამის ყოფილი კოორდინატორები თუ ესე ებრძვიან USAID-ს, არ ვიცი, მაშინ როცა USAID-ის კოორდინატორები იყვნენ, მაშინ ებრძოლათ, ან არასამთავრობო სექტორში როცა მუშაობდნენ, ეხლა მათ განსხვავებით მე ეს გამოცდილება არ მაქვს, ამიტომაც ძალიან სამწუხაროა, როცა ადამიანები რა თანამდებობას იკავებენ ჭყალებში, იმის მიხედვით საუბრობენ, ხო? როცა ამ პროგრამების ხელმძღვანელობდნენ, ამ პროგრამებში იყვნენ ჩართული, ჯობდა ალბათ მაშინ გაეკეთებინათ განცხადებები. დიპლომატიისთვის რეალური ფუნქციის დაუქმებას შეუწყობს ხელსო ეს USAID-ის საქმეების შეჩერება. არ ვიცი, ჩვენ ვსაუბრობთ რეალურ მდგომარეობაზე, როდესაც ივანიშვილი დიქტატურის დამყარებას არათუ აჩერებს, არამედ პირიქით უფრო აძლიერებს, ამიტომაც არანაირ დათბობაზე დასავლეთთან საუბარი არ იქნება, იმიტომ რომ თუ შენ პოლიტიკურ პატიმრებს მოუმატებ ქვეყანას და მათ შორის დააკავებ ყველა პოლიტიკურ ლიდერს და ყველანაირ რეპრესიულ კანონს მიიღებ, ამ შემთხვევაში შენი სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან კი არ აღდგება, შენი იზოლაცია და სანქციების პროცესი გაგრძელდება უფრო მეტი ტემპებით. ზოგადად USAID-ის როლს როგორ ხედავთ თქვენ? ამიტომ რომ რუბიოს განცხადებაც იყო იმასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ვაჭირებს საგარეო დახმარებას USAID-ის მხრიდან, რომ არ მისნობრივად ხარჯებად მახევსერებოდა. ხო, არა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რაციონალურად თანხების დახარჯვის სურვილი ერთია და USAID-ის პროგრამის ყოფილი კოორდინატორების, ანუ ივანიშვილის ბანდის წევრების მიერ საკუთარი ყოფილი სამსახურის გინება იმისთვის, რომ ივანიშვილის ასე ვთქვათ, რუს შეფებს სიამოვნება მოგვარონ, არის სხვა. ელთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძის ინიციატივით ყოველწლიური ანგარიში დაემატება ჩანაწერი, რომელიც მოუწოდებს სირიას გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის, ასევე უკრაინის, დონეცკისა და ლუგანსკის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის აღიარება. სირიის შესახებ რეზოლუციის ავტორი ჯო უცონი იყო, თუმცა ამერიკელი კონგრესმენის დოკუმენტის ტექსტში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმებაზე არანაირი ჩანაწერი არ არსებობდა. პორტუგალიაში მიმდინარე სესიის დასრულების შემდეგ ანგარიში გამოქვეყნდება, რომელთაც ქართული ოცნების ინიციატივით ელთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს სირიას აღიაროს საქართველოს და უკრაინის ტერიტორიის მთლიანობა. აი როგორ შევაფასებთ ამ ინიციატივას? ამ ინიციატივას ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გახსოვთ ალბათ, რომ იმის შემდგომ რაც მოხდა ხელისუფლების ცვლილება სირიაში, ჩვენმა ოპოზიციურმა პარტიებმა, რამდენიმე პარტიამ მივმართეთ ერთობლივად ახალ ხელისუფლებას იმისთვის, რომ ეს უკან გაწეულიყო ეს აღიარება, რაც შეეხება მათ შორის ამერიკელ ჩვენ კოლეგებს, ჩვენ აქტიურად მუშაობდით და მუშაობთ ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან და მათ შორის ევროპელ კოლეგებთან ამაზე უკვე საჯაროდ იყო ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რომ მომხდარიყო სირიის მიერ, ასე ვთქვათ, ამ აღიარების უკან წაღება, რაც შეეხება ივანიშვილს და მის ბანდას, სამწუხაროა, რომ ჩვენ ეხლა ყავს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რომელიც მთელი თავისი არსებობის მანძილზე ყველაფერს ცდილობს იმისთვის, რომ პირიქით საერთაშორისო პოლიტიკური ვითარება ჩვენ ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაამძიმოს, მათ შორის კომისიის, ეგრეთ წოდებული კომისიის საქმიანობაც ამ მიზანს ემსახურება. მამუკა ხაზარაძე გავრცელა განცხადება,
შეიძლება თქვა, რომ ბოლო პერიოდში მათ წინააღმდეგ მიმდინარეობს კამპანია, აბულინგებენ და რომ არ შეიცვლიან ამის გამო თავის გადაწყვეტილებას არჩევნებთან მიმართებაში და ოპოზიციამ უნდა შეიცვალოს, გაასწოროს ფოკუსიო, ჩვენ წინააღმდეგო, არამედ ზოგადად საერთო მიზნების მიმართ უნდა იყოს ფოკუსირებული. ბრძოლა არის მნიშვნელოვანი და არა ბოიკოტიო. ხო, როგორი გეგმა გაქვთ? ჩვენ ახლა რა თქმა უნდა საუბრობთ ადამიანს, რომელიც არის პოლიტიკური პატიმარი, მაგრამ ახლა პოლიტიკური პატიმრობა არ გახლავთ იმუნიტეტი მისი პოლიტიკური ძალისთვის. როდესაც პოლიტიკური ძალა ბრძოლიდან გადმოდის და პირიქით კი არ შედის ბრძოლაში, ბრძოლიდან გამოდის და ახდენს სურს რომ მოახდინოს რეჟიმის ნორმალიზება, მათ შორის საერთაშორისო წნეხის შემსუბუქება, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ეს ძალა მიიღებს შესაბამის რეაქციას და შესაბამის პასუხს მათ შორის ჩვენი პოლიტიკური ძალის მხრიდან და ეს თავდასხმა არ გახლავთ, უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია გახლავთ. თუ იმეს გონია რომ რაღაც ჩუმად ვიქნებით იმ შემთხვევაში თუ ისინი საერთო ბრძოლას და პროტესტს უღალატებენ, ძალიან ცდებიან. ფოკუსის გაასწორებისკენ მოუწოდებს. ფოკუსი გასასწორებელი აქვს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც პოლიტიკური პატიმრების ჩვენ მიერ აღიარებულ, მარტო პოლიტიკური პატიმრების კი არა, ოპოზიციური ძალების მიერ აღიარებულ კურსს და არჩეულ კურსს ღალატობენ, ხო? ვინც ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აპირებს მომავალში, ვინც ბოიკოტის და არ თანამშრომლობის პოლიტიკაზე ამბობს უარს, ვინც აღარ ამბობს რომ არჩევნები თურმე რაზეც ვიძახდეთ, ყველა შეთანხმებული ვიყავით რომ გაუქმებული ამ ქვეყანაში თურმე აღარ არის გაუქმებული, ფოკუსი ამ ხალხმა უნდა გაასწოროს და პირიქით მათ უნდა მოუწოდებდეთ რომ ჩვენო ფოკუსი გაასწორეთ თქო, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ისე ხდება რომ იქით თურმე ბედავენ ამის თქმას რომ ფოკუსი გასასწორებელი ჩვენ გვაქვს. უნდა გითხოთ გახარეს პარტიაში მიმდინარე პროცესებზე. დადასტურდა რომ საპარლამენტო სიდარ ვაკაცია მოიღეს და ერთ-ერთი ესეთი ადამიანი ელგუჯა ხოტრიშვილმა პოსტით დაწერა, სადაც ამბობს რომ არ ეთანხმება საქართველოს არჩევნებში მონაწილეობას. ანუ ამ სურათში ანუ ოპოზიციას რეალურად რა შეიძლება ქონდეს მუდმივი დაპირისპირება. ხო. მეორე მხრივ არ ჩაიგდო. არა, ხო, არა. რა თქმა უნდა, სახელმწიფო პროპაგანდა სურს მონათლოს ეს მუდმივ დაპირისპირებად, მაგრამ მუდმივ დაპირისპირება მე მგონი ის არის, როცა ერთმანეთს მიყოლებით ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ყოფილ წევრებს აკავებ და აპატიმრებ, ამიტომაც ახლა შიდა დაპირისპირებაზე საუბარი ივანიშვილის მხრიდან ბოლო თვეების შემდგომ არის რა თქმა უნდა ცოტათი არაადეკვატური და ღიმილის მონგრელი, რაც შეეხება გახარიას პარტიას, გახარიას პარტია ყოველთვის გამოირჩეოდა იმით, რომ ამ ქოცურ თავის იდენტობას ბოლომდე ვერ კარგავდა, მაგრამ არის ხალხი ამ პარტიაში, რომელიც უფრო საღ პოზიციაზე დგას როგორც ჩანს და ეს რა თქმა უნდა გასაგებია, იმიტომ რომ ისინი ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და უყურებენ იმას, რაც ხდება. და შეიძლება უფრო ინდივიდუალურად დაიწყოს ესეთი ადამიანების თანამშრომლობა, თქვენ აპირებთ განსხვავებით მოვსმინეთ, რომ კამპანიას გაქვეული წინასა ჩვენი კამპანია კი არა, ზოგადად ეს არის ინდივიდუალურად თუ დაიწყოთ თანამშრომლობა. ეს ბრძოლა არის ეროვნული თავისუფლებისთვის. ქვეყანაში არ ვიცი, ვინმე თუ ვერ აღიქვამს ამას, ძალიან სამწუხაროა, ვინმე თუ ვერ აღიქვამს, რომ ყველა ტიპის კანონის მიღების მიზანი, ყველა ნაბიჯის გადადგმის მიზანი არის ის, რომ ერთი კაცი და მისი ბანდა მართავდეს აბსოლუტურად ყველაფერს და ყველა ადამიანი საქართველოს მოქალაქე იყოს დაუცველი. და აღარც არსებობდეს არც არასამთავრობო ორგანიზაცია, არც ოპოზიციური პარტია, არაფერი, რომელსაც თხოვ რომ აი იქნებ დაგვეხმაროთ, იქნებ გაგვაშუქოთ, ასე შემდგომ. ამიტომაც ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ ეგზისტენციურ საფრთხის წინაშე გაერთიანდება ყოველგვარი სხვა რაღაცა პარტიული თუ რაღაც თუნდაც შეთქმულების თეორიების საფუძველზე, ხო, გაერთიანდება ამ ეგზისტენციურ საფრთხის გასანეიტრალებლად. ყველა ადამიანი აბსოლუტურად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნებისმიერი პარტიის წევრიც, ყოფილიც თუ მოქმედიც. ან თქვა აი რა პარტია რომელიც გაერთიანდა საერთო იდეის შესთავაზეთ შემოერთებას ასეთ წევრებს მე უკვე გიპასუხეთ ამ კითხვაზე ძალიან მკაფიო ვარ შესაძლოა გახარია იმდენად და შეიცვალოს პოზიციები რომ არც მათ მიიღო ის რა მე საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა ვთქვა რომ ვისურვებდი რომ ასე ყოფილიყო, მაგრამ ახლა გუშინ გიორგი ახარიას განცხადება იყო ძალიან მკაფიო, ეს არის პერსონალიზირებული პოლიტიკური ძალა, ამიტომაც მე ნამდვილად ვერ ხედავ სივრცეს იმისა, რომ ეს პოზიცია შეიცვალოს, მით უმეტეს უდიდესი უმრავლესობა ამ პოლიტიკური ძალის წევრების ქოცურ იდენტობას და ქოცურ წარსულს ვერ ემიჯნება, ეს არის ჩემი დაკვირვება და ამ მხოლოდ ჩემი. რომელიც ანუ საუბარი არის რომ ის წარმოადგენს საქართველოს ჩვენს ინტერესებს. ჩვენ რეალურად ვიხილავთ ელჩ პიტერ ფიშერის პოლიტიკური აქტივობები, განცხადებები, რამდენად არის ეს თქვენ ფედერალური შეფასებით ამას პროცესს პოლიტიკური აქტივობა დადებითად ხასდება თვითონ თქვენ მარტო ქოცურ განცხადებებს რო აკეთებენ დასავლელი პოლიტიკოსები ის მოგწონთ და რაღაცა როცა
არა, დიპლომატიაც რო იყოს საუბარი, ხა დიპლომატი როცა პოლიტიკურ ფაქტს აღაფასებს, დიპლომატია და რა გავნე რაკედან ეტიკეტს კი არ არღვევს, როცა ხედავს რომ ადამიანის უფლებები ირღვევა, ევროპული ინტეგრაციის პროცესი ჩერდება და ხალხს აწამებენ ქუჩაში, ანუ ხოცი იმის რა ქვია, არ ვიცი, მაგალითად რომელიმე მერის ზონდერი კი არ არის რომ თვალები დაიბმაოს და არაფერი არ თქვას. ძალიან მარტივია, როცა ხარ დიპლომატი და ხარ ევროპელი, მათ შორის, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე, ახალგაზრდა ადამიანების 5-7 წლის ციხეში გამეტებაზე ხმას ამოიღებ და იტყვი, რომ დიქტატურა ქვეყანაშიო. ანუ რა გონიათ, რომ დიქტატურას დაამყარებს ივანიშვილი და ევროპელი დიპლომატები ჩუმად იქნებიან გასუსულები, როგორც არ ვიცი, ხა თუნდაც ივანიშვილის რაღაც მიერ მათ შორის რაღაც შექმნილი ეს რაღაც ჯგუფები, როგორც არის თქვა სიპებში თუ სხვაგან დასაქმებული პარტახტების წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, ესე არ იქნება, ხო? ამიტომ არაფერი არაბუნებრივი ამაში არ გახო. ანტისახელმწიფო განცხადება, ანუ ივანიშვილის და სახელმწიფოს გათანაბრება არის დიდი ცოდვა ქართველი ხალხის წინაშე. არავითარი არაფერი მის გავსება ივანიშვილი არ არის სახელმწიფო. ამაზე უნდა ჩამოყალიბდით ხალხო. ანუ როცა საუბრობთ ჩვენ ივანიშვილზე, პირიქით ეს არის კაცი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო და სახელმწიფოს ინსტიტუციებით გაანადგურა, ამიტომ ქართული სახელმწიფო თუ ბიზნეს უნდა რომ დაიცვას და ანტისახელმწიფოებრივ რამ არაკეთოს, ივანიშვილს უნდა ებრძოლოს. ივანიშვილის და სახელმწიფოს გათანაბრება არის შეურაცხყოფა, არ ვიცი, ყველას, მათ შორის ყველა სახელმწიფო მოღვაწის, ყველა პოლიტიკური მოღვაწის, რომელიც ამ ქვეყანას ქონია და რომელსაც გადაუდიეთ თავი ამ ქვეყნისთვის. ამას ამბობს ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც ჰეზბოლას, ჰამასის ლიდერების გვერდით დგას ხოლმე. ხა მართლა რაღაცას ხო ეხა ცოტა ადეკვატურობა ხო უნდა ქონდეს რაიმე განცხადებას ან რაიმეს აზრი ხო უნდა ქონდეს ამ ქვეყანაში, ხო? ანუ ჰეზბოლას და ჰამასის გვერდით მდგომი ადამიანი, რომელსაც რუსეთი აქებს და ტერორისტული სახელმწიფოები აქებენ და ტერორისტულ სახელმწიფოებთან დადის, რა ვიცი, ყოველ ცისმარე დღეს ეს ადამიანი საუბრობს ექსტრემიზმზე ევროპელ ელჩებთან მიმართებაში. ხო უნდა დაფიქრდეთ ხოლმე რაღაცები. დადებითად. მიანიშნებს, რომ ევროპელი ელჩები დგანან არა ივანიშვილის სადარაჯოზე, არამედ ევროპული ღირებულებების და ადამიანის უფლებების სადარაჯოზე, რაც არის ძალიან ბუნებრივი და არც ერთ რაციონალურად მოზრუნე ადამიანს ეს არ გაუკვირდება. ამოწურეთ. მადლობა. მადლობა. კი, გადავიღოთ კადრები. გვინდა. ლიკა გვინდა კადრები? ანუ არაგე იყოს მაინც. ვილაპარაკოთ, აი მაგალითად ჰეზბოლას და ჰამასის გვერდით დგარი ევროპული პოლიტიკური ძალის ლიდერებს. რას ფიქრობთ და ექსტრემიზმზე საუბრობენ ამ ტერორიზმზე და ამ დროს თანამშრომლობენ ხოლო და არიან შექებულები მსგავსი ტიპის ქვეყნებისგან, რაც არის სამწუხარო, იმიტომ რომ გვიქადის იგივე ბედს. ამ დროს ევროპელი ელჩი ვერ დადგება ჩუმად, როცა ხედავს, რომ ქვეყანა, სადაც ამდენი, რა თქმა უნდა, ინვესტიციაც არის განხორციელებული და ესეთ ღირებულებითი მოკავშირე იყო, გადადის ირანის, რუსეთის და ავტორიტარული სახელმწიფოების ბანაკში. კიდევ შემიძლია ვისაუბრო, ანუ რამაც სხვა თემა ხო არის. სამოქმედო გეგმა არის ის, რომ უფრო აქტიურად გადავიდეთ ბოიკოტის რეჟიმში, წავიდეთ მათ შორის შეიძლება სხვა ადგილებში, რეგიონებში, ანუ არ არის აუცილებელი, რომ საარჩევნო კამპანია ჰქონდეს, როგორც წარმოუდგენია ზოგიერთ ძალას, რომ დადიოდე რეგიონებში და რაღაცას ბრძოლაში იყო შესული. მათ შორის შეიძლება აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეს მოქალაქეებთან, რატომ უნდა ჩაერთონ საპროტესტო მოძრაობაში და რატომ უნდა გამოუცხადონ ბოიკოტი ეგრეთ წოდებულ მუნიციპალურ არჩევნებს, ანუ სპეცოპერაციას. ეგ იქნება ძირითადი საქმე. ეხლა მალევე დავუწყებთ, იმიტომ რომ ეხლა ნუ ივლისი უკვე არის და ივლისში დავუწყებთ ეხლა, ანუ შეგმუნთვეს არ დაველოდები. სამშაბათამდე. ისე მოელოდით ხაზარაძისგან. ამის გაუარესებთ. ნუ რა ვიცი ხა ესეთ პოზიცია უჭიროს ბოლო კვირების მანძილზე, ამ დროს. არა, ხო, მაგრამ აი ხო გამაგაგეთ. არა, იმედს ეხაც გამოვთქვამთ, რო არ მოგატყუო, მაგრამ ხო, იმედი ბოლოს ხდება, მაგრამ ეს არა ქვია. მაინც უფრო ლოგიკურია ის, რომ რასაც ამბობს, იმას ამბობს მომავალში, ხო ადამიანი ახლა რა ვიცი. რო შეიცვალოს უფრო ნაკლებები ალბათობა ხომ ალბათ, ძირითადად შემთხვევაში. მადლობა.